გეორგიევსკის ტრაქტატი შედგებოდა 13 ძირითადი და 4 საიდუმლო მუხლისგან. ტრაქტატის პირობებით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის მფარველობაში შედიოდა, თუმცა არ უქმდებოდა. აქ რჩებოდა შიდა მმართველობა და სამართლებრივი სისტემა. უფრო მეტიც, რუსეთი იღებდა ვალდებულებას დაეცვა ერეკლე მეორისა და მისი მემკვიდრეების სამეფო უფლებები. ასევე რუსეთს ქართლ-კახეთის სამეფო გარემტრებისგან უნდა დაეცვა, საქართველოში მუდმივად უნდა მდგარიყო 2 რუსული ბატალიონი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მათი რაოდენობა უნდა გაზრდილიყო. იზღუდებოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ინტერესებთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. სწორედ ეს იყო ტრაქტატში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დათმობა საქართველოს მხრიდან. ტრაქტატის მიხედვით ხელუხლებელი უნდა დარჩენილიყო ქართლ-კახეთის ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა, ქართული სასამართლო, აგრეთვე ქართული ფული და ზომა-წონის სისტემა. ანუ ეს არ იყო ქართლ-კახეთის რუსეთის იმპერიასთან შეერთების დოკუმენტი. ეს იყო მფარველობის შესახებ ხელშეკრულება. ამიტომ, როდესაც 1801 წელს რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა, ამით დაარღვია ტრაქტატის უმთავრესი პირობა სამეფო ხელისუფლების შენარჩუნებისა და დაცვის შესახებ. უფრო ადრე კი 1795 წელს აღა-მაჰმად ხანის შემოსევისას, როდესაც მან თბილისი დაარბია, რეალური და ქმედითი დახმარება რუსეთს არ გაუწევია საქართველოსთვის და ერეკლე მეორე მტრის პირისპირ მარტო დატოვა. ესეც ტრაქტატის პირობების დარღვევა იყო. ტრაქტატის საიდუმლო მეოთხე მუხლით რუსეთი პირობას დებდა, რომ ომისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს საქართველოსთვის დაკარგული მიწების დაბრუნებაზე იზრუნებდა და მოითხოვდა. არც ეს პირობა შესრულებულა, რადგან როდესაც თავად დაიპყრო ეს ტერიტორიები უკვე მე-19 საუკუნეში, ისინი საქართველოს კი არა, საკუთარ იმპერიას მიუერთა.